ისე ძალიან ბევრს აინტერესებს საკითხი, მასთან დაკავშირებით თუ რა ხდება, როდესაც პირი იყენებს საკუთარ უფლებამოსილებას გაიფიცოს და შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში გამოიყენოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი უფლება. და აქ აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ერთ მნიშვნელოვან დეტალზე, რომელიც გულისხმობს მოთხოვნის დაყენების ვალდებულებას. ბევრი არის ასე ვთქვათ გულდაწყვეტილი, რატომ არ იყენებენ ასე ვთქვათ ბანკები საკუთარ უფლებას, მიცენ შეღავათები ადამიანებს, რომლებიც გაფიცვის უფლებით სარგებლობენ. წალსახად უნდა ითქვას, რომ ეს არის მოთხოვნაზე დამოკიდებული სიკეთე, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ თქვენ არ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ფულად საკრედიტო ორგანიზაციებს არ მოთხოვთ ამას სამართლებრივ ენაზე ქვია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ეს არ არის უფლება, რომელიც ავტომატურად გავრცელდება ყველა გაფიცულ პირზე და ადამიანი ავტომატურად ისარგებლებს ამ სიკეთით, რაც დაკავშირებული არის შეღავათებთან ფულად საკრედიტო ურთიერთობაში, სასესხო ურთიერთობაში. კიდე ერთხელ ვიტყვი, თუ თქვენ გინდათ ისარგებლოთ შეღავათებით, გაფიცვის უფლების გამოყენების დროს აუცილებლად უნდა დააყენოთ მოთხოვნა ფულად საკრედიტო ორგანიზაციის წინაშე და მოითხოვოთ ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი და მხოლოდ ასეთი მოთხოვნის პასუხად მიღებული წერილის შემდეგ შეგიძლიათ თქვენი შეხედულებები იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი დააფიქსიროთ ამ ორგანიზაციების მისამართით, რადგან ცალსახად ავტომატურად ეს უფლება არ ამოქმედდება და იგულისხმება, რომ თუ თქვენ იხდით საბანკო პროცენტებს იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც გაფიცულები ხართ, ეს ნიშნავს, რომ ესე იგი გააქვთ ამის შესაძლებლობა და ამგვარად აღიქმება სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში თქვენი უმოქმედება. ამიტომ იმოქმედეთ, დააყენეთ მოთხოვნები და ამგვარად დააკვირდით პროცესებს, რამდენად ჯანსაღი იქნება ფულად საკრედიტო ორგანიზაციების, ბანკების, მიკროსაფინანსოების დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ და რამდენად გაიაზრებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ გააჩნიათ ამ ურთიერთობაში. ეს არის აუცილებელი წესი, ნორმა და დამოუკიდებლობის მცირე პერიოდის განმავლობაში ჯერ არ ქონია მსგავსი პრეცედენტები და ამ პრეცედენტებს ქმნით თქვენ დასაქმებულები, ვინც აყენებთ ამ მოთხოვნებს თქვენი მოპასუხე, თქვენი პარტნიორი ორგანიზაციების მისამართით. სამოქალაქო სამართალში არსებობს პრეზუმპცია, რომელიც ამბობს, რომ არავინ არ არის ვალდებული შეასრულოს ის, რისი შესრულებაც არის შეუძლებელი და გაფიცვა ეს არის ისეთი სამოქალაქო უფლება, რომელიც მთელ რიგ შეღავათებს უწესებს დასაქმებულ პირს, მთელ რიგ ვალდებულებებს უწესებს დამსაქმებელ პირს და ყველა სხვა დანარჩენი პირი, ვინც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეა და ბანკები არიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი ამ სამოქალაქო ბრუნვაში, უნდა ჩაერთნონ ამ პროცესში ჯანსაღად, გაითვალისწინონ ეგ ყველაფერი და მიუსადაგონ ხელშეკრულება შეცვლილ გარემოებებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ავტომატურად, რა თქმა უნდა, ეს შეღავათები ვერ გავრცელდება, არც მოთხოვნის დაყენება გაძლევთ იმის გარანტიას, რომ გაითვალისწინებენ ბანკები ამ თქვენ მოთხოვნებს, მაგრამ პროცესუალურად ეს არის აუცილებელი მოთხოვნა, თუ თქვენ გინდათ ან შეღავათი მიიღოთ, ან სულ მცირე იცოდეთ, ვინ არიან ის ორგანიზაციები, ვინც იაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ამ პროცესში და საკუთარ თანამონაწილეობას ღებულობენ ამ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლების რეალიზების დროს.